ხო, დედიკა, ხო, გავუთვეთ მარიკოს ხაჭაპური. გავუთვეთ. ამასობაში დავდგათ ყავა, ჩემი ხმა ყოველ გვერს ეზღვერს ზება, ესე იგი. მას მეკითხავ მეთქ რა მოგივიდო? არ ვიცი, მე ვთხარი. მეც არ ვიცი, იმუნიტეტის ვადა გაუვიდა, მე ვთხარ რაც დავლია იმათ ალბათ თქო. დრო მქონდა და ბარემ ორნაბიჩი შევიცუქცუქე. ისეთი არაფერი, მაგრამ რაღაცები საკიდელი მქონდა და არც აუმინაგები ახლა მომავალო ყავას რო დავდგავ. ეს რო ხრუტუნებ ხალხოს სულ თქვა მიჭირს. არ ვიცი, ერთი ნახო პოლიპები ხო არ მაქვს. ოჩ მაგარი მისახედი, მაგრამ რა ვიცი, სულ თქვა რატომ მიჭირს. ან ვერ სუნთქავ და მომკალეთ თუ გინდათ. ახლა ვერ გავიგე და ჰა რა თქმა უნდა შეიძლება დედა. აბა შენ ჩახუტების გარშე როგორ ნავიცოცხლო შვილო ხო არ გადაო. მოდი ჩემო სიცოცხლე. დედა საოცრება ხარ დე ჩემო ლამაზო. დაიქიცი დედი კონელ. აუ რატო არ ვაჭამე ბავშვს და მე რატო დავიწყე ყავის დადგმა როგორ შემეშალა. ვერ გავიგე. ეს არის რა ქვია. ჯერ შენი რო ვიდოს და მე ჯერ შენი ჯერია და მე მეო. ანუ ვერ გავიგე სულაც ჯერი როგორ არის ამ სახლში. ეგეთი არაფერი გამიგია. მოდი და ვაიმე კიდე კაი არ დაიღვარა, ზედაც გადავყვებოდი. ვაიმე გაფიცებდე სის ვიყიდე რაღაცა ქათმის რაღაცაო. და არ დავაკვირდი და ეგრე წამოვიღე. ეს არის ხალხო თუ მე არ ვიცი, ეს არის ხო? სოფლის ნობათი ეს არ არის? ვერ გავიგე, რა ხდება? მაგამ ბავშვზე იმ გამარკვიეთ, კიდე ხდება რამე? თუ რა ხდება? თუ ამაზე იყო თუ სხვაზე იყო? კვერცხი ვიყიდე. მე კიდე გავთამეტნა. 4 და 70 თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად. სოსისი ვიყიდე, რომელსაც მე თქვენს აქტიურად ვიყენებ. არ შემიძლია სოსისის გარეშე ყოფნა, იმიტომ რომ რაღაცებს რომ მივირთმე ხოლმე, აი ყველაფერი ერთად უკვე ძალიან მომწონს. ჩემი საყვარელი პური ვიყიდე, რომელსაც აქვს 166 კალორია და სულ რომ წერთ ხოლმე რომ გვაჩვენეო მაგაზე როგორ დაგზარდებით ერთი წამით ოღონდ მადროვეთ. მინდა გაჩვენოთ სადაწერია და ყოველთვის ხალხო ყოველ იმაზე ვეძებ აგერ არის აგერ მოდია გავხსნა ოღონდ ისევე გაჩვენოთ. ამას აქვს ძალიან დაბალი ვაიმე დედა გავხიე მიშველეთ კალორია 166 გოგოებო. აი აქ ეს რო არის აი ამ ადგილზე წერია მოკლედ 166 კალორია აქვს ამ პურს. თევზი მაქვს. ხო და უნდა გადავიფინო ბეჭზე დღეს, ამიტომ ძალიან საჭირო ამბავია. რავში მოჭადიც მივაყოლო, არ ვიცი, რატო გამოვაცხე, მეთქი ბარემ გრილი ჩართული მაქვს თქო და გლეჯვაზე გამოვაცხე, იმდენი ჭადია. კი არ გაფუჭდება ხალხო მაგას რა გააფუჭებს, რაც ბრუტკაც უნდა მე უფრო მეტად ვთამაშობ და ვერთობი, მაგრამ აი რავი რა თმიდოდა ამდენი. ტომატი ვიყიდე 2,99 და მაგიჟებს ეს ვითომ 1 აი მაგიჟებს. სიამოვნებით კანონს გამოვიხე და ავკრძალავდი და დაბრგვალებულად იმას ვიზავ. ჯონჯოლი რო და ჯონჯოლი კი ჩემო საოცრება. ჯონჯოლი დასაკრებად რო თან ფაზაკლებით იყო ვითომ. რა დამჭიდა წამო. რაც ხარაგზა. ვაიმე, ჩემი მაცივარი კი წრიალებს, ბრთხუიალებს, ბზრიალებს და ისე მაქვს ის რა ქვია მარიამს ვიყიდე. აი ეს სხვათა შორის უარს მეც არ ვიტყოდი. ჯანმრთელობა 380 კალორია აქვს, არ აქვს დიდად სიმძიმე და შეიძლება რომ აი ნახევარი მაინც გავჭე და მივირთო, მაგრამ შევარც მივირთო, არ ვიცი. არ ვიცი მოიწონება თუ არ მოიწონება, მაგრამ ჯერ უნდა მივირთო სამხარისი, არ არსებობს ამის მიმცემიმი არა ვარ.
ვაიმე, ეს მაწვნის დარდი მომკლავს ახლა მე რა. ასეთი ამბები, ცელოფანი როგორც ყოფის გამოსადეგი ამბავია, შევდოთ ეს კვერცხი თავისი იმით. ჯერ ამის დრო არა მაქვს, მე უნდა მოვალაგო და თავის იმას ჩავალაგო. მაგრამ ჯერჯერობით აქ იყოს. ის მინდა კარტოფილი მოვხარშო. ვაიმე, კარტოფილი მაქვს? რა კარტოფილი მოხარშო, შვილო, სადაა კარტოფილი? ახლა ვარ კარგად, ბატონო. ძალიან ლამაზია და ვაიმე, კარტოფილი არ მომიტანეს? კაი. აი მივაყოლოთ კარტოფილი, სხვა რა მე მივაყოლოთ. თუმცა მერჩივნა, მაგრამ კაი არ მინდა იმას მივაყოლოთ კაც. ამას მათი ვარჩევდები, იმიტომ რომ კარგად დათბა და თან მაგას თავი დავანებით გასთან მაქვს აი აქ და უბდება, ამიტომ მოდი ეს მათი ვარში შევინახოთ. ფინიკი ხო არ დავაყოლოთ. ვეხვეწე გუში ჩემქო ჭამები, ჭუ არ მინდა ჭამი. არა შეიძლება კაი მე ვთხარი. რა ვიცი ხა ეგონა რომ არა თქო ვეთყოდი? თუ ვერ გავიგე რა ეგონა. ბატონო? ვაიმე რატო ვწონი კურკიანად? 48 გრამია კურკით. ხო და კურკის გარშე ბევრად ცოტა რა თქმა უნდა. ასეთი ამბავი. მივერთვათ ფინიკი. უნდა ვიწეროთ რომ 48 გრამი იყო და მე ცოტას გამოვაკლებ კურკას. წავედით, მაგრამ ჯერ ყავარ დამისხიე. სად ვიდიხარ შვილო? და თან ბავშვს უნდა ვაჭამო და რა ვიცი, ხა რა დროს ყავა იყო, ვერ გავიგე. რაო შვილო გენაცვალა დედა. გიყურებ გაფართოებული თვალებით, ხა მეტი რა გავაკეთო, ვერ გავიგე. აქ აქვს მარიკოს სპაგეტი და ხაჭაპური. ხო და მიირთოს ყველა ვარიანტში. ბატონო, სიცოცხლე. ხაჭაპური რათ მინდა ახლა? აბა, ერთი პაკეტი მომიხარშე და მეტი ახლა. პაკეტი ცოტა მერეში გადაშიქ ხაჭაპური. მოდი დიაგდადე და თან ვიჭორავ და თან დახატე. არ ვიცი, რაღაცა ფანქრები აქვს მარიამს. რო ხატავს გოგოებო, აექამდე მურია, აექამდე შავია ხელები. არ ვიცი, და უნდა დავაკვირდები რომელ ფანქარს აქვს ეგეთი ის რომ უნდა გადავაგდო. ასე წავიდეთ. დედიკო, მე რომ მიირთვევ საჭმას, ნახე რა მოგიტანებე? რა? აი, მე ნახავ რაც, დედიკო. ოღონდ მანამდე მიირთვა, თორე ხა ეგრეც კი არ გავგიჟებულ ვარ, არ მიირთვა და გაჩვეო. ასე. რა თქმა უნდა, თუ გინდა მოდი, თუ გინდა აქ მოდი ხოლმე დედა, ისე შეგაჭმევ, გინდა? კაი, როგორც გინდა და მოდი. აი მე დედა, ამ ბიუსალტერის ზოლებმა ხო დამღალა, სალტერმა თუ რაც ქვია. კუთხები მომა ბეზრა გავისროლო. ჩემი გულის ვარდი, დედას გულის ვარდი. თან მივირთვათ, თან დავხატოთ, დედას გულის ვარდი. მიდი რა დედიკო. ვაიმე, დავურთავ სკრინებს. ძალიან მინდა გთხოვთ, რომ თუ Facebook-ზე სადმე შეამჩნიეთ ეს შეუმდგარი ადამიანი, ან უბრალოდ ვინც გადახვალ გამიხარდება, რომ დაარეპორტოთ მისი გვერდი. დიდი ალბათობით რა არის დედა? არის fake account-ით შემოსული, იმიტომ რომ ის ფოტოებში რაღაც რეალური ვერაფერი ვერ ნახე. მიდი უთხარი და უნდა ვისაუბროთ. გამარჯობა. ხატე დედიკო და რომ მიირთმევ, მე მეჭორავე შენ. ანუ თავი დამანებოს. რა ვიცი, მოდი უნდა დაგჭიჟო. ბატონო. მამით ანტყას შეიძლება. კი, შეიძლება შენი ხელების მადლმა, რომელია ეგ ფანქარი
ხალხო მარტო ხელებს კი არის, თქვენ მაგიდაც უნდა გაჩვენოთ რა გაშავებულია. ვერ გავიგე ახლა როდემდე ავიტანოთ ეს ვითარება. ეს ვინ არის? იცით გოგოებო, სულ რომ მე მლანძყავს ეგ გოგო, ხალი, რავი, კაცი ვინ ახლა კაცი არ მგონია ხალი. გოგო არ აქვს ნიჩვენო მდედრობით. ყველგან რომ მლანძყავს, Facebook-ი გინდა, TikTok-ი გინდა. ყველა პლატფორმაზე რომ მლანძღავს და თან ძალიან მლანძღავს ეგ არის. ნორმალურად დე. ჩემთვის გამაღიზიანებელია ძალიან. აი რომ ვერ გავიგე, ბიჭო, მითხარი იქნება და გავიგო რა გინდა და დაგეხმარო, იქნება ამ ფსიქიატრი გჭირდება, ამ ფსიქოლოგი გჭირდება, ან ნერვოპათოლოგი გჭირდება, ან პანჩური გჭირდება, რაღაცა გჭირდება, მიგეხმარებით, აგერ ვართ ყველა. დე, მათ სხვადასხვანაირად გავაფერადო? კიდე. ძალიან გასაუგნებელი ამბავია პირდაპირ, რომ თავი დახარე დედიკო, თავაწეული არ მიირთმევ, აი ასე. კარგი გოგო ხარ. რომ ის არისო, რა ქვია. ანუ დოდონას ვიდეოზე ესხობარ, რომ ალბათ დაუბანეს ატარება, ну დაურთავრა სქრის მოკლედ რა. აი თქვენაირი ადამიანები ხართ სირცხული ოჯახი. რამდენიმე 3 და მე ხაჭაპური აღარ შეგაწუხებ ბევრის პაკეტით. კარგი, ჩემო ლამაზო. ეს პაკეტი შენი აკვიატება იყო და არა ჩემი სხვადასხვის. ფინიკი. და ახლა რო გქონდათ სამხარი, ხაჭაპური გქონდათ. უბრალოდ მე ვერ დაგტოვე და გვეჩქარებოდა, თორემ ხაჭაპური გქონდათ ისედაც ანუ. ხაჭაპური იყო ეხლაც. ხადე. ბატონოს ვიყო. და უნდა გავაფერადო. თან მიირთვი, თან უნდა გააფერადო, დე. დახარე თავი. აი ესე მოკლიჩედი და აი მე ღმერთო რატო ვიტანჯები ასე ძალიან. ხო შეიძლებოდა რომ ისეთი მჭამელი ბავშვი ყოფილიყო, აი მგლები ვით რო არიან. თანახმა ვიყავი. ნეტა ეგეთი დრო თუ დადგება, რომ აი მარიამა ისე იყვებოს, რომ მე დავჭი გამოშტერები მდგომარეობაში, რომ ვაიმე. თქვა, ეს ჩემი შვილია და აი თოთ კატლეტი მიირთოს, ჩემი შვილი კატლეტი ჭამ, აი გამოვშტერდე. კატლეტი გავაფერადე, სხვადასხვა. ხო, დე. კი ბატონო, მოდაშია, დე. მოდაში? კი, ჩემო სილამაზე. აი მოდა? კიდე. აი მოდა. ხო, კარგია. ხო, ჩემო სილამაზე. ორი მიირთვიდე და მე ხაჭაპური მივირთვათ. ხაჭაპური ჯობია მივირთვათ. ეს პაკეტს. ეს ერთი. და ესე რატო შვები, დედიკო? ნორმალურად მიირთვი თუ შეიძლება რა, დე. აჰა, მოჭი. მე რა ვიცი, შვილო, არ გეტევა პირში არაფერი და მაქსი გრძენა როგორ გეტევა, აბა, მე ხარ გავიგე რა. ეს პაკეტი არ ეტევა და ჩემზე გრძელია ეტევა. ვერ გავიგე. აი, ნუ შეჭამამს პაკეტს ხაჭაპური ჭამ, მე არ დავეცებ. ანუ ბოდიში ხალხო ვინ ჩემი სრუტუინ შეწუხდებით, მაგრამ ვერ ვსუნთქავ რა გავაკეთო. ანუ ვერ ვსუნთქავ. რაღაცა მაქვს ჩახერგილი და ვერ ვსუნთქავ. ია გუნდი ალალიო იყო შენზე და ალალიო მომწერე თქმა ვერ გაბედე ახარე გალამიო კალამი? კიდე ალამი ალალმი ალალ შენებს ხარ ჩემ ბავშვები მღერიან ბაღში და მეც რო სახში რაღაცებს მღერიან რაღაცებს ვაკეთებ მოკლედ ესეც იმეორებს და სწავლობს ვაიმე ხალხო რა მაინტერესებს მე გადასართავი სად არის თუ სადე მომიტან ჩემო ლამაზო მიდი რა თუ შეიძლება მომიტანე და მე რა მიყურს ხალხო გეტყვით ახლა ვაიმე და მოიცა დავუწევ თუ გამებულ რეკლამაზე ხო ხმა ეწევა ტელევიზორს არ ვიცი
მეგონა ჩვენთან იყო პრობლემა, მაგრამ ყველასთან ჩემთან რადგან ეს პრობლემა მივხვდი რომ ზოგადად პრობლემა რომ მუსიკა აიში ვაიდრო ვარდება იმაზე. მე ზუსტად წარგეყან დაბადები. ზოგადად ხო. ზოგადად ხო. ხახო. რა მეკითხა? აი ეს რო არის 2-3 ცოლიანობა. ოღონდ ერთი ყავდა განქორწინდი, ორი ყავდა, 8 ყავდა არა. ნამდვილად რო ყავთ სახლში. ვაიმე. ოღონდ აი ამ შემთხვევაში არ ვიცი რას ფიქრობენ. აი კაცები რას ფიქრობენ, სულ არ მაინტერესებს, აი ქალები აფროს რას ფიქრობენ. რამდენი ფაქტი მომხდარა, ხა არ თქვა და არაო, იმდენი რამდენიც გაგიხარდებოდეთ. მიდი ჩემო სიცოცხლე, მიდი. ეგ ჩემდეგალით და შევჭამო? ხო, რო არ დაგესვაროს ხელი დედიკოს გული. რანაირად უნდა ყავდეს, ეხა მე ვარ კაცი მაგალითად. კაი, ვიყო შოთიკო დაუშვა. ჩემა ამშველობა თუ და თენგო. და მყავს ეხლა ვიღაცა ნუ დაიხატო ბუტასებზე შორენიკები და ვიღაცები ცოლებად რა და ცხოვრობთ ერთ სახლში, ოღონდ სხვადასხვა სივრცეებში, სხვადასხვა სართულებზე. არ აქვს მნიშვნელობა და ესე იგი ალბათ ერთზე რო აეშლება ნერვები და დაეძაბება მიდის მეორესთან და ასე. ხო, ძალიან ბევრი და მარტო საქართველოში არა კაცო, სხვაგან არის თუ არის და ჩვეულებრივი ცხოვრების წესიც. რანაირად ისე აღარ ბატონო მიდიდე. რანაირად შეუძლიათ ხალხო ქალებს იმის ატანა, რომ სხვა ცოლი წყავს მის ქმარს და შესაძლოა არაერთი. აი მე მაგრამ მე მგონია ხოლმე რა მომენტი აქვს, იცი, აი დაუშვათ გეუბნებით, რომ აი პირველი მე ვარ, ანუ პრივილეგიაა თუ რაღაც არ ვიცი. თუ ანუ როგორ არის არ ვიცი, მაგრამ არადი არ გაფუჭო. მაგრამ რამდენად აი ამაზრზენია, რომ რაღაცა გრაფიკით ყავს ქმარი. ჩვეულებრივი გრაფიკით აკავს, ანუ არ მოგეწოდება ყოველ დღე. ჰა? კიდე ახლავე. მიერთვი შედე და პეპას კი არა თქვი და შეგიძლია შევძრები და მე ჩავერთვები პეპას, არა მაქვს პრობლემა. ყოლიპებზე და შევემოწმო და თუ მაქვს ხელზე ამოვიგლიჯო, იმიტომ რომ აღარ შემიძლია რა. ერთი წუთი და ჩავთოთ. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ ქმარს ყავდეს, რა ქვია, ცოლები. თქვენ იყოთ მეორე, მესამე, არა, არანაირი მნიშვნელობა მე რამდენე. და ჩერტეშვილო. ყველა ვართ ბედნიერები. ხო წარმოგიდგენიათ, ანუ როგორ უნდა იყო ბედნიერი, ვერ ვხვდები. ისე ერთ მხრივ ნახეთ, აი დაფიქრდით, ოღონდ რა არის კარგი დაფიქრდით რა. მოიცადე ქართულ ვერსიას ვეძებ, თორე უცხოური კი არის აგე. რამდენიც გიდოდეს იმდენი. და სახსალაგებს, ყველაფერს აკეთ, ანუ ერთი მხრივ აბა დაფიქრდით, ყველა რამდენად კარგია. ცოტა ისე რო ხარ რა. რო ხო ემოციურად რა მძიმეა, მაგრამ რას დაეძებთ რა? ალაგებს, სახსალაგებს, აჭმეს გააკეთებს. ანუ ერთი ეგეთი გასაჭიროა ოჯახში რა. ნუ ეხლა დახმარე თუ არ არის? ხო, კაი, ცოლი არა ვიცი და წარმოიდგინე ხა დამხმარე. ნუ წარმოიდგინე ცოლად თვალები არ დათხარო და წარმოიდგინე დამხმარე როა რა. დედა ამბობს ხო ვერ ჩაურთეს პეპა. მოჩადე. ხო? და მიღებული როა, რომ ნუ ხო, ანუ თან უკვეთო რა გიკვეთ, რომ მე რა როა სამი ყავს თუ ორი არ აქვს მნიშვნელობა, ერთად ცხოვრობენ თუ ოჯახად ცხოვრობენ და ალბათ ვახშამიც ერთად აქვს და ზოგი თებში დარბი ზოგი და ქმარისის და აბა რა მოგართვა და ახლა თურქულ სერიალებში და მუსლიმურ ქვეყანაში ძალიან
ისია ეგამბები რა. ნუ ხაზავ დედიკო რა. რამდენი ფილმები ეძღვნებოდა კაცო მაგას და რამდენი გადაცემები და ძალიან აქტუალური თემაა და ინდოეთშიც რაღაცა ვიღაცაზე თქვეს კაცო იყო, ესე იგი რამდენი ცოლი შვილი და თვითონ დინამო სტადიონი არიან. არა დედი, ამდენი წყალი არ შეიძლება ჩემო სიცოცხლე. კარგი დე, უბრალოდ არ შეიძლება დედა ამდენი წყალი დალიო. უცელი გაგებერება და იმ წყალს აყოლებს კვების დროს, რაც რა თქმა უნდა ზოგადად ძალიან ცუდია და მით უფრო როცა საერთოდ არ მიირთმევს დიდად სადილს და არაფერს არ მიირთმევს და თავი კიდე წყლით იჭყება. დედა რას დავალაგებინებდი აქაურობას ახლა ვინმე იყოს სახლში. კმარზე უკოპრატები, ახლა შეეზე ჯაბრი არ მიყარო. თუ გინდა რომ კმარი გამოუშვა დაალაგეცა. გზიდან რომ უნდა შეწვი კარტოფილი, თუ გინდა რომ დღეს კმარი გამოუშვა. მართალია დღეს ჩემთან უნდა იყოს გრაფიკით, მაგრამ შენთან უშვებ. გაიხადე დედა გეყალა ფეხი ჩემო სიცოცხლე. ხმეთო. ალბათ ორივეს გადავკიდე ფაივი და დიდი ალბათობით, ვიმე რა ამას რძენია ხალხო. ხან შეთაროა და ხან მასთან. ერთ კი წარმოვიდგინე. და შენზე დიდი ვარ. ნახე? შენზე დიდი ვარ. ან ასავით დიდი ვარ. როგორ შენ? თვალი არ გამომთხარო კაცო. ჭკვიანად დედა. როდის უნდა გამომიწეროს კომპანიამ თხრილები? მალე დედა, კომპანიამ თხრილები. ორი ცოლი არ არის. სახში ცოლი ყავს და სადღაც საყვარელი ორი ცოლი ყავს რა. აბა რა ყავს ახლა? სახში არა ყავს, თორე ორი ცოლი ყავს. აი ვერ გავშორდები ეს შვილების დედა. ვერ გავშორდები. შვილების დედას კი არ შორდები რეალურად ბავშვები არ მინდა შეკა შორს იყო შვილები დედა. ნება რომ მოგცეთ ამოარტყავ და გააგდებ გარეთ. და მოიყვან იმში ვიღაცა ფატმაგულებს და ვიღაცებს, ხო? რეალურად ეგ მომენტია, რომ შვილების დედაზე კი არ არის პრობლემა ამ დროს. უბრალოდ შვილების გარეშე არ უნდათ ხოლმე, ახატები. აი უნდა იყოს კანონი ღალატზე, ეგრევე ოპტე, დაუნდობლად. რო აბა ეხა როგორ იმას ქნან, რა ქვია, საწყლები როგორ გაშორდნენ ცოლებს ხა შვილების დედა, როგორ გააგდებენ გარეთ. გაგდებული არ არის თავზე ასხავ და უნადგურებ თავმოყარეობაზე. გეხოწე, გაგდებულიც ეგ არის, გამოგდებულიც და გადაგდებულიც. მაგაჟო მე მართლა გააგდო. ვიდრე ამ დონის შეურაცხყოფას რო აყენებ მუდმივად და რო ღალატობ ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასოდეს არ დავდებ თავს რომ არ მიღალატებს მეუღლე. არასოდეს მე არ ვიცი რა სიტუაციაში იქნება, როგორ იქნება, რა მომენტში ჩვენ რა ურთიერთობა გვექნება, რა ემოციური მდგომარეობა იქნება, ამიტომ ვერავის თავს ვერ დავდებ შენი ჭირიმე. ნამდვილად ახლა ჩემს არასდროს საბაბი არ მოუწია და ვერ დავაბრალებ ვერაფერს. თუ მომცემს დავიჯერთ არც ბრმა ვარ, არც ყრუ და არც სულელი. შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ. დიდი მადლობა. რა თქმა გადავიდეთ. თუ ისეთი მაგარია. რომ თვალებში ნაცარი შემომაფრქვია მე. რომელსაც არ ესე მაგ დაჭყეტილო. მალადეც მაგმერტმა შეკარგოს. მაგრამ რა დავაკელი? მითხარი ერთი. ვერ გაიგებ. მაგას ვიძახი რომ ვერ დავდებ ვერავიზე თავს.
უნდა იმიტომ რომ ითხრა რა მართლა იმდენად ისეთებს უღალატიათ არა გაცნობდი მე რაღაცა უნდა გითხრა დამშვიდი და ატლანტი ბავშვებს ელაპარაკე იქ ნუ იყურები გესმის აქ იყურე ვიდეო დამშვიდი დაწყნარდი შვიდა დავარდი და გენაცვალა აჰა რას ყვებოდი დამავიწყდა იმიტომ ბავშვთა ერთად არ შეძერო ვიდეო რა ნახე უყურე თვალი არ გამომთხარო დედიკო რა უფ აბა შეფრე ფანქარს რო იქნებ კაცო შენ არ გამოითხარო თვალი თორე აღარაფერს დავეძებდე მოდი ჩემო სიცოცხლე კიდევ არის ერთი თვაჭინკი არა ისეთებს აი მართლა რო გამიგია ისეთი ოჯახები დანგრეულა ხალატის გამო მithქვამს რომ ბატონო აი თქვენ აი რომერ წარმოიდგენ რომ ამას გააკეთებს მისი მეორე ნახევარი რა ხო აკეთებენ ანუ მაგას ვსახი თავს ვერავიძე ვერ დავდები და არ დადოთ აი ჩემი აზრი ეგეთია ვაიმე დედას გოგო ძვიმას რა თუ ნანოვები ბოტები აჰა გადაუკეთებთ კაი დედიკო ჩვენ ხო ვიცით კვების დროს არ შეიძლება დაჯექი გადაგცდება დახატე ჩემო ლამაზო ფერადი ფანქრები აიღე კიდე დე აი ესეთი სხვა ფერები აიღე დედიკო სულ შავით რო არ გააფერადო დე შავით ხო რა გინდა შავი დე სხვა ფერები აიღე სხვა ფერებით რომ და მე ის ყველაფერი ხო არის წამია წამი სიო მეტი არ არის და შენთვის რო წამია და გაიარე და გაიარე შეიძლება მისთვის არ იყოს წამი ვისთანაც ხდება ეს პროცესი იმ ქალთან და აი ცოტა ხო წამი კი არა მთელი ცხოვრების დანგრევაა ხო აი კატასტროფა არის მთელი ცხოვრების ვაიმე დედას გოგოშკა ხარ შენ მე ვარ დედას გოგოშკა ხო დე ისაყურები მოიხსენე არა და მეკეთოს ჯერ მიირთვი ჩემო სიცოცხლე წარმოიდგინეთ ახლა თუ გაიგო ცოლმა ხო ეს აღარ არის როფ წამიერი და რას ქვია ანუ ამის ატანა გადალა ხო შენ ეხუმრები ვიღაცისთვის წამი რო არის და ოხ გაიარა წამოვიდა და აი რა კარგია ჩემო სიცოცხლე გააფერადე დედიკო წვიმ შვილო გარეთ გაიხედე მარიკო შეიძლება რომ ადამიანებს ვესაუბრო ახლა მე თუნდა ვისაუბრო მარიკო როცა მიირთმევ დაასრულე და მე ესაუბრე შევთანხმდით და ეხა მით უფრო თუ ის ხალი შეუყვარდა ხო საერთოდ მე კიდე ძალკე ტრაგედია ის რომ გიღალატა და ვითომ წამიას რო ეძახიან თავისი ჭკუით ხო ეგ სხვა რამეა და აი დაჟე თუ შეუყვარდა ხო და თუმცა როცა ღალატობ მაშინ შენ უკვე აღარ გიყვარს შენი მეორე ნახევარი არც ერთ ვარიანტში მე ესე მგონია აი რო ამბობენ ხოლმე რომ შენც მიყვარხარ და შენც მიყვარხარ რას ნიშნავს შენც მიყვარხარ რას ნიშნავს უბრალოდ ერთი უყვარს და მეორეს პატივს სცემს და ვერ ელევა მისი თანამგზავრია მისი ცხოვრების ქალი იყო და ასე შემდეგ გიყვარ ვარ არა ისაიდე ნახე არა მოიწვა ხარა ნახე საათი გონებით ღალატზე ვიქნებოდი ისეთი კატეგორიული შეიძლება აი არ ვიცი ო და შენ ჭამე ოღონდ მე არ ვამბობ რომ მხოლოდ კაცს ეხება ეს ქალებსაც რა თქმა უნდა ეხლა ჩემთვის ქალია და არა უშავს უღალატო ვერასოდეს ვერ იქნება და არც უნდა იყოს ხო ლოგიკურად ჰადე გადავარდები მანდ
ვეღარ ამოგიყვან შვილო. გააღე დიდი პირი და ისაუბრე მერე. მოიცადე? უი დიდი იყო ბოდიში. არ მიყვარსა დედა რა, თან იკვებები და თან დადიხარ და აკეთებ მილიონ რაღაცას. მე თან მიყვარს რომ დედიკო, ფეხი რო გაგიცურდეს, ხო, მომეცი ეგ ფანქარი შეგერჭობა სახეში, დე? არ შემიწობა. აი რაც გინდა ქენი დედა, თუ არ გესმის დედიკოსი რა. შენგესმის ჩემი ხმავით. ვითომ კი არა, შენი ხმა ესმის შენს დედიკოს, დე? ყველაზე ბედნიერი იყო დედიკო, შენ დედი დაიბადე 10 ივნის 1-ის 15 წუთზე, დე? შუადღის 1-ის 15 წუთზე. გესმის ჩემო ლამაზო? და ყველაზე ბედნიერი იყო შენი დედიკო და მამიკო ორივე იქ ვიყავით, დე, შენ რო დაიბადე. ჩემო სიცოცხლე. შენი ხმა როგორ არ მესმის, დე? შენი ნაზიკნავილი ეხლაც მესმის ყურებში, შენ რო დაიბადე, ჩემო სიცოცხლე. ბატონო. ყველა დიდია სკოლაში და ყველა პატარა გესმის ამ სკოლაში. სკოლაში საშარგებლოა. სასარგებლოა, რა თქმა უნდა, და ყო სკოლაში საშარგებლოა. რა თქმა უნდა, და აურა კაია სკოლა აქვე მაგ ხალხო, აი რამდენად ახლა მაქვს გეტყვით? როგორ გითხრათ, რავი. რომ მოგინდეს, იყო ხოლმე შემთხვევა, რომ საპირფაშოში მიდი და იქ შევდიოდი ხოლმე ცოტა დიდობაში და ამოვირბენდი ხოლმე სახლში, ანუ 5 წუთი დასვენება ხო იყო და ამოვირბენდი სახლში და ჩავიდოდი და რომ შევდოდი მე ირეკებოდი ზარი, რა და? სკოლაში როდის მიმი? მალე დედიკო, მალე ისე გადაშვილო დრო, რომ აი გავიხედები, გამოვიხედები და ანუ ძალიან მალე გადის დრო, ძალიან. და აი კიდე რა არ მიყვარს ხოლმე რა არ მსიამოვნებს იცით აი რო იტყვიან ხოლმე რომ კაცი შემას რა უნდა თუ მოვინდომე ცოლთანაც დავაშორებ აი ესე რო იციან ხოლმე ქალებმა ვითომ რომ აი ჯაი მაგრები არიან თუ რაღაც აი არ ვიცი უკვე ჩავყლაპე აი არავისგან არ მომწონს მსგავსი რა გინდა დეაპა ხო შევდა მე უკვე ხაჭაპ აღარ გინდა აღარაფერი კარგი დედი იმდენი მიირთვი რომ ახლა ხმას აღარ ამოვიღებ ეს გავსკდი რა გასკდი შვილო მაგას ხურში იყრის ზოგი რა გასკდი ბიჭა რა გავსკდი რომ იმდენად არიან თავდაჯერებულები რომ ანუ მის ძალა აქვთ რომ მკვეთრ დააშორებენ ანუ მსგავსი ტექსტები ისე მეჯავრება ხალხი ისე მეჯავრება რომ აი არ ვიცი ატანა უბრალოდ არა მაქვს მსგავსი ტექსტების ატანა ან რატო უნდა გინდოდეს რომ ცოლთან დააშორო აი ესე განგებრო დააშორო თუ რა ჯერ ერთი ხა სადაც კაცი მაგნაბიც გადადგავს უკვე დაშორებულია ცოლთან და უკვე ყველაფერი დამთავრებულია ეხლა ვინ არ მიდის სახლიდან თუ არ უშვებს მეორე საკითხია თორე ხა ყველაფერი დასრულებულია მაგას თქმა არ ჭირდება მორჩა რა წამსაც სვიცარეთზე მოხდება რა დამთავრებულია დიდი მადლობა დიდი მადლობა დედას ნაკორის თვალ რა რა დე ვაიმე მომეცი მეორე ხელი გცივა დე რატო დედი ზაკეტი ჩამა ახლავე დე მაგდას უნდა მიხვიდე შილეტი იმ ქალმა რა დააშია კაცია შილე შენს კაც პუნქტით გაუხიტ ქუთაი